რესტორანში ვიყავით გაგრაში, სადაც შემოვიდნენ სამი პიროვნება, რომელმაც პატრულის მარში დააკვრევნეს და ეძღვნება თანამშრომლებსო და იცეკვეს. ამავ დროს ჩვენ პატრულს ტაში დაუკარით, რა თქმა უნდა და თქვით ქართული ოცნების ადრეგრძელო. უმნიშვნელოდ, როცა ჩვენ არც იმათთვის მიგვიქცევია ყურადღება და არც იმათ ჩვენთვის, როდესაც გარეთ გამოვედით, ჩემმა ქმარმა დაინახა პატარა ბიჭს ურტყავდნენ დანით ხელში. და სადა როცა მიეხმარა ქართველი არ ხარო, რატო კლავ ბავშვსო? უმოწყალოდ სცემეს. ჩემი ქმარი უზომოდნაცემია, მიმხმარებელი ყველა 4 ადამიანი თავიდან 5 პიროვნება სცემდა და მე ალბათ 1-10 დაემატა. ყვიროდა ეს პიროვნება, სოდელი ვარ, მე ვარ თანამშრომელი, აბა ვინ ახარ თანამშრომელი, როდესაც ჩემ ქმარსაც სცემდა. პატრული როდესაც მოვიდა გზაზე გადავხდი და გავაჩერე პატრულის მანქანა, ეს ალბათ 40 წუთის შემდეგ პატრულის 2 მანქანა გაჩერდა ასე და კი ვარ აგერ დამნაშავეს სადღაც 15 მეტროში. ის ბიჭემა გული რომ მოიოხეს ცემით ვანახებდი აგერ ის არის დამნაშავე. ვაჩვენებდი, მაგრამ პატრულის რეაგირება იყო 0. სამართლებრივად შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც მოხდა ფიზიკური ანგარიშწორება. ესენი არიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, ქართული ოცნების მხარდამჭერები. მე ვფიქრობ, უნდა დაისაჯოს კაცრად ყველა ის პიროვნება, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. ერთ-ერთი მამაკაცს ჰქონდა მიღებული დაზიანება შემდეგი ხასიათის მარცხენა ხრის მიდამოს მარცხენა ხრის სახსრის ამოვარდნილობა, ქალბატონს ცხვირისძვლისა და ტერფის ძვლის მოტეხილობა და მესამე მამაკაცს ჰქონდა მიღებული ასევე კრივის ტავის დაზიანება მოტეხილობის სახით და მარცხენა წვირის მოტეხილობა. ახლა ამ ეტაპისთვის დიახ, პაციენტებს აღმოუჩნდათ სათანადო დახმარება, გამოძახებული იყო სათანადო კონსულტანტები, როგორც ყბასახის ქირურგი, ისე ნეიროქირურგი, ისე ტრავმატოლოგი ჩაერთო მათი დახმარების საკითხში და ამ ეტაპისთვის 2 პაციენტის მდგომარეობა ჩაითვალა ისეთ საშუალო სიმძიმის და ისინი აგრძელებენ მსუბუქი ხასიათის შედარებით და აგრძელებენ რა თქმა უნდა მკურნალობას უკვე ამბულატორიულ პირობებში, 1 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარულად.